მენტალობა როგორია ბატონ გიორგი? გამოსწორებისკენ მიდის თუ იგივენაირად ხდება თუ ეს განმეორება ხშირია? ექვემდებარებიან მოქალაქეები, ასე ვთქვათ. ეხლა ვერ ვიტყვი რომ მაღალი დაფარო აქვს, თუმცა შეიძლება 20-დან 25%-მდე უკეთესობა არის, რომ ხალხმა უკვე ისწავლა თუნდაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი როგორ უნდა განათავსოს, რომ მაგალითად სარიელი დიდმასშტაბიანი მუყაოს ყუთები პირდაპირ არ უნდა ჩაყარო და არ უნდა გადაავსო, უნდა ის რომ უნდა დააკუცმაცო, დაჭრა, დააკეცო და ისე უნდა მოათავსო, რომ სხვამაც შეძლოს მე იგივენაირად თავისი ნარჩენის მოთავსება ნარჩენის ურნებში, რაღაცა ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს. თქვენ ახსენეთ 72 საათი, ანუ დადასტურება რომ თანხა მიღებულია. უშუალოდ ჯგუფის მოსვლა რამდენ ხანში ხდება დადასტურებიდან? 72 საათი ეს არის სრული ციკლის პროცესისვა და 72 საათში როგორც დადასტურება, გადახდა, გამწვანება რო თქვენთან აუცილებლად თქვენი შეკვეთა დადებითად იქნა შეფასებული და მოვალთ, სრულად სრულდება 72 საათში. ჯგუფი არაუმეტეს 72 საათისა მივა და წაიღებს. აი თქვენ თქვით რომ 0.5 კუბიური მეტრი 0-დან 5 კუბურ მეტრამდეა საუბარი. ამას ვინ დაადგენს? ანუ თქვენ მოხვალ და დამიდგენთ თუ მე მთხოვთ რომ თავიდანვე დაახლოებით ზონები თუ ინტერნეტის საშუალებით ხდება და მას აქვს ეს უნარები და ტექნიკა რო სულათი გადაუღოს და გამოაგზავნოს, ჩვენ ავტომატურად უპასებთ, თორემ ხელი ხაზის საშუალებით აღვიქცეს რა მასშტაბის არის ამ სიმაღლეა როგორია და ჩვენ მას უპასებთ. ადგილზე მე როცა ხდებიან თავისთავად იქ სანტიმეტრის სისწორით ნარჩენია და არავინ მოწმებს. ეს არის გაბარიტული მოცულობა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება გაუგებრობაც იყოს, იმიტომ რომ ერთი ვთქვით, ერთი ფასე მითხარით სატელეფონო საუბრის დროს და მოხვედით მე სხვა ადამიანი ანგარიშეთ, ხო აქ შეიძლება რაღაცა პატარა აცდენების დროს იყოს გაუგებრობა. ამიტომ ხო სანტიმეტრებით გაზომა ალბათ არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობა თქვენს პროექტს. ძალიან მოგწონთ, ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი სტუმარი Film Service ჯგუფის დირექტორი გიორგი პაპავა, მადლობა მას.